შენობა, რომელიც კადრში ჩანს, კერძო საკუთრებაშია და მისი მფლობელი ამ ეტაპზე არც ერთი სახის სამეწარმეო საქმიანობას არ ეწევა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი შესაბამისი სამსახურის მხრიდან ოფიციალურადაა დადასტურებული, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის ამას ხელი არ შეუშლია, აბონენტისთვის გადასახადი არა როგორც ფიზიკური პირისთვის, არამედ როგორც იურიდიული პირისთვის ისე მოეთხოვა. მომივიდა გადასახადი არა როგორც ფიზიკურ პირზე, არამედ როგორც იურიდიულ პირზე. ვიკითხე შესაბამისად, რატო არ მეთქე ზეპირის იყო ლაპარაკი ამ დროის განმავლობაში. რომ რატომ ახდებინეთ მეთქე ამ იმას. ვერ მივიღე პასუხი იქედან. მე დავწერე განცხადება. რომ გამეცით პასუხი მეთქე, რატომ ახდებინეთ ამას. ამ განცხადებაზე არ არის დღემდე პასუხი. რაღაც თვითონ ადგილობრივი მენეჯმენტის მიერ ვიცი, რომ ვიღაც იურისტს ამათსაც უთქვია, რომ მე რომ დღეს არ არის იურიდიული პირი, მე როდისღაცა ხო იქნება. ამას რომ იურისტი იტყვის, მე მგონი იმისთვის გართობაა იურისტობა და არა პროფესიული საქმიანობა. აბონენტად რეგისტრაციის დროს მომხმარებლისთვის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭება, რომ მხოლოდ შენობის ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე მოხდა, არ უარყოფენ არც წყალმომარაგების კომპანიის ადგილობრივ სერვის ცენტრში. მათ მთავარი ყურადღება შენობაზე დატანილ წარწერაზე გადაიტანეს. ვიზუალურად რომ შეხედავთ, არა ობიექტი არის კომერციული თვალსაზრისით გაკეთებული. ეს ამას ვადონილოვანი არც მალავს. ეს სამომავლო ის არის, აუცილებლად იქნება დაბლა კაფე კეთდება და ზემოთ არ ვიცი ახლა რასაც გადაწყვიტავს. და ეს ამ თხოვნით ეს და ამიტომ მოხდა დაფიქსირება ჩვენთან ბაზაში როგორც იურიდიული ობიექტის. იმიტომ რომ ერთი შეხედვით რო შეხედავ ეს ყველაფერი ასე ჩანს. ვიდრე აბონენტი წყალმომარაგების კომპანიისგან პასუხს მიიღებდა, თანხის გადაუხდელობის გამო მისი მრიცხველი დალუქეს. მანამდე კი იმ მოტივით, რომ წყალი შენობაში უნებართოდ ჰქონდა შეყვანილი, დააჯარიმეს. კიდე მომივიდა განმეორებით დამატებული ისე იურიდიულ პირზე, კიდე ამის შემდგომ მიმართე განცხადებით, მაგრამ როგორც მოგახსენეთ, განცხადებაზეც პასუხი არ არის რა დღემდე. და გუშინ დამილუქეს რა. და მიზეზი დალუქვის თუ არის წერილობით განმარტებული? წერილობით არ არის განმარტებული. სიტყვიერად არის, რომ არ გადაიხადა გადასახადი. დაჯარიმდა მრიცხველობის გამო, მაგრამ დადგა ობიექტზე უკვე მრიცხველი, მაგრამ ხო უნდა აღრიცხავს მრიცხველი წყლის ხარჯს და ოღონდ უნდა ფასი სხვადასხვა იურიდიulis არის 4 და 50 და 54 არის ფიზიკური პირის და აი აქ არის გაუგებრო, რომელსაც ახლა ვარკვევთ რა და ლევან აბრამიშვილმა უკვე გადაიხადა იურიდიული პირისთვის დადგენილი ყველა გადასახადი და მასზე დარიცხული ჯარიმაც. საქმის დეტალები გააცნო ადვოკატს და აპირებს დავა სასამართლოში განაგრძოს. ადვოკატი ყავს აღვანილი ბატონ ლევანს და არ მიუხედავად ამისა, მაგრამ ეს მინდა თქვა, ესე იგი მოვიდა ქვითარი და ტარიფია უბრალოდ, ტარიფი სხვადასხვა, იურიდიულზე სხვა არის, ფიზიკურზე სხვა არის და მოვიდა, ესე იგი იურიდიული ტარიფით მოვდის გადასახადი და ბატონ ლევან ამაში არ გვეთანხმება და ითხოვს როგორც ფიზიკურ პირს ისე დაერიცხოს ეს გადასახადი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემ დღეში ალბათ ბევრი იქნება ასეთი. უბრალოდ მე მოგმართეთ თქვენ და მიმართავ სასამართლოს, აღვანილი მყავს ადვოკატი უკვე. და ალბათ სასამართლო გამოიტანს სამართლიან გადაწყვეტილებას როგორ და რანაირად. რაც შეეხება გადასახადს იურიდიული პირისთვის, ის 4 ლარითა და 50 თეთრითაა განსაზღვრული ყოველთვიურად, ხოლო ფიზიკური პირისთვის კი მხოლოდ 50 თეთრია.